მოგესალმებით. შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი კომიტეტის ხდომა, ქორუმი გვაქვს. დღევანდელი დღის წესრიგით განსაზღვრულია განსახილულად 3 საკითხი. პირველი საკითხი არის კანონპროექტი პირველი მოსმენით, რომელსაც წარმოგვიდგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ზუგბაია. კანონპროექტი ეხება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით. მეორე საკითხად ასევე ბატონი ზურაბ ზუგბაია წარმოადგენს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს და მესამე საკითხად წარმოდგენილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ საზრდამხედველო ფუნქციის განხორციელებიდან გამომდინარე. მოხსენებელი გახლავთ ქალბატონი თამარ ხახიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან ჩვენ დღეს გვესწრება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ბატონი ბესო ამირანაშვილი. მინდა მიულოცო მას აღნიშნული თანამდებობა და წარმატებები უსურვო. თუ რაიმე კითხვები არ აქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და შემდგომ გადავიდეთ საკითხების განხილვას. დიდი მადლობა. ახლა მინდა ვთხოვო ბატონ ზურას, რომ მობრძანდეს და წარმოადგინოს კანონპროექტი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ. შეგახსენებთ, კომიტეტი წამყვანი კომიტეტი გახლავთ აღნიშნულ კანონპროექტს. გთხოვთ ბატონ ზურა. მადლობთ, მოგესალმებით ქალბატონო თავმჯდომარე, პატრიციული კომიტეტის წევრებო, დამსწრე საზოგადოება. ჩვენ წარმოგიდგენთ დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტს. ეს გახლავთ ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ უკვე არსებული დაცული ტერიტორიის არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიული ფარგლების გაფართოება. კოორდინატების თანახმად დღესდღეობით ეს დაცული ტერიტორია მოიცავს 99,802 ჰექტარს და გაზრდის შედეგად ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში მას შეემატება 3,638 ჰექტარი და 103,420 ჰექტარს შეადგენს დაცული ლანდშაფტის ფართი. კანონპროექტის ინიციატივა უკავშირდება ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას. ჩვენ გაგვაჩნია მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალური წერილი, რომელიც ხარს უჭერს ამ კანონპროექტს და მის ძირითად არს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის გაზრდას. გასაკურველი ამ პროექტს ექნება დიდი მნიშვნელობა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის კუთხით და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად დაცული ტერიტორიის ამ დამატებულ ტერიტორიაზე. კანონპროექტის თანახმად ფშავის, გუდამაყრის პირიქითა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემები ერთიანი კომპლექსური მართვის ქვეშ მოიქცევა, გამოყენებული იქნება ვაშლობის ხეობის მიმართ იგივე მართვის მექანიზმი მენეჯმენტის გეგმა, რომელიც დღემდე მოქმედებს მთელი არაგვის დაცული ლანდშაფტის მიმართ. ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი მოითხოვს ორი საშტატო ერთეულის დამატებას, ეს არის ეკონომიკური, ესე იგი საფუძველი ამ პროექტის. ორი დამატებითი შტატი დაემატება არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას და მათი ხარჯები არის წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში დაყოფილად რამოდენიმე წლის მასშტაბით. თუ საწყის წლისთვის 2026 წლისთვის ეს ხარჯი შეადგენს 105,208 ლარს, მომდევნო წლებში ესე იგი წლიური ხარჯი მცირდება დაახლოებით 35,000 ლარამდე. ეს განპირობებულია იმით, რომ პირველ წელიწადს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისთვის იქნება გასაწევი ესე იგი ხარჯები. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი მნიშვნელოვანია დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის და დაცული ტერიტორია უკვე არსებობს, გთხოვთ დაუჭიროთ ხარი ამ პროექტს, ამ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ეკოტურიზმის და ეკოსისტემების განვითარებას. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კითხვები თუ გვაქვს?
ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება დაცული ტერიტორიები, განსაკუთრებით დაცული ლანდშაფტი. ჩვენ წინამორბედის პარლამენტში რამოდენიმე დაცული ტერიტორია შევქმენით, რომელიც დაცული ლანდშაფტის კატეგორიით შეიქმნა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და წინ გაადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გარკვეულად თვითონ ჩაერთოს ბუნებრივი რესურსების ადგილზე მართვის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაცვა კონსერვაციაზე გვაქვს მეტწილად საუბარი ბუნებრივია. ამ შემთხვევაში აღნიშნული კანონპროექტი გავლილია სამინისტროსთან და სააგენტოსთან, თუმცა გვაქვს გარკვეული მცირე ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, შესაბამისად ბატონ ზურაბ, რახან შემდეგ საკითხით თქვენც უნდა გამოიტანოთ, გნებავთ დარჩით ტრიბუნასთან და აპარატის თანამშრომელს ფიქრია რობაქიძეს ვთხოვ, რომ შენიშვნები წარმოადგინოს კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგესალმებით. კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრულია არაგვის დაცული ლანდშაფტის ახალი კოორდინატები და ფართობი. წარმოქმნილ კოორდინატებში არის ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ გაფართოებული დაცული ლანდშაფტის X და Y კოორდინატები მეორდება, რაც ქმნის გარკვეულ ბუნდოვანებას ახალი დაცული ლანდშაფტის ფართობთან დაკავშირებით. კაპიტომაია შეცდომა უკვე გასწორდა და კომიტეტის ხდომის შემდეგ სესიაზე უკვე შესწორებულ ვარიანტს გავაგზავნით. ეს შეცდომა იყო მხოლოდ. დიდი მადლობა, რახან შენიშვნა გასწორებულია, რეალურად განსახილველთაც არაფერი არ არის, ხო ბატონ ზურა? რასაკვირველია, თუ ტექნიკური ხარვეზია, ესე იგი, პროექტის პირველ ვერსიად შემოჩენილი, ჩვენ ხარს უჭერთ ამ შესწორებას, დიდი მადლობა და შესაბამისად ხარს უჭერთ კანონპროექტის განხილვას. დიდი მადლობა. მაშინ ჩვენ შეგვიძლია კანონპროექტს კენჭი ვუყაროთ, რადგან მეტი კითხვები არ არის. კომიტეტის შენიშვნებიც გათვალისწინებულია და შემდგომ გადავიდეთ მომდევნო საკითხზე, ვინ უჭერს ხარს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდეს სესიაზე განსახილვად. ძალიან დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ მეორე საკითხზე. შეგახსენებთ, ბატონ ზურა წარმოადგენს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს. ძალიან საინტერესო საკითხია ვფიქრობთ. ძალიან ბევრია ის პროექტები, რომელიც მათ შორის საერთაშორისო ფორმატებით არის მხარდაჭერილი სამინისტროს ფარგლებში, თუმცა აქვე სანამ ბატონ ზურაბს გადავცემ სიტყვას, მინდა ვთქვა, რომ ყოველწლიურად სამინისტრო თვითონ ძლიერდება და საკუთარი რესურსით ახდენს უკვე ძალიან ბევრი კვლევის განხორციელებას და ინიციირებას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ იმ ადამიან რესურსს და კვალიფიკაციას გაგვიძლიერებს, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ თვითონ ვაკეთოთ უკვე კვლევები და მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტით იყოს ყველა პროექტი დაფინანსებული. გთხოვთ ბატონ ზურა. მადლობთ. წარმოგიდგენთ ანგარიშს გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების თაობაზე. მეც აღვნიშნავ იმას, რომ ყველა ეს საერთაშორისო პროექტი თავის თავში მოიცავს, რომ დროებით საფუძველზე ქვეყანა იყენებს საერთაშორისო დახმარებას და წლიდან წლამდე ეს მიმართულებები გადმოდის უკვე უშუალოდ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სრული დაფარვის არეალში და ასულსგებლობაც და ფინანსებაც მენეჯმენტიც სრულად ხორციელდება უწყების მეშვეობით. გარემოს დაცვის სფეროში აქტიურად ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების შემსუბუქება და ადაპტაცია, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვა და დაცული ტერიტორიების განვითარება. პროექტების მიზანია ქვეყნის გარემოს დაცვითი მმართველობის გაძლიერება, ეკოსისტემის მდგრადი გამოყენება და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ზოგიერთ პროექტთან მიმართებით რამოდენიმე დონორი ერთობლივად ესე იგი გვიწყობს ხელს და თანამოქმედებს, ზოგიერთ პროექტი უშუალოდ ერთ-ერთი დონორის მეშვეობით ხორციელდება. ძირითადად ფოკუსის მიმართულების თვალსაზრისით გამოყოფთი ესეთ გრადაციას, რომ ევროკავშირი უფრო ახორციელებს ფართომასშტაბიან პროგრამებს ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების, კლიმატის ცვლილებების და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. კლიმატის მწვანე ფონდი ხელს უწყობს ტყის სექტორის რეფორმას და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას და კლიმატისადმი მედეგი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი გვეხმარება ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო მართვაში, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მიწის დეგრადაციის პრევენციაზე.
გერმანიის განვითარების პარტნიორები, როგორიცაა BMZ, GC, KfW და სხვა, მხარს უჭერენ დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებას, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბიოსფერული რეზერვატების შექმნას. გაეროს სააგენტოები ძალიან აქტიურ როლს ასრულებენ და მონაწილეობენ კლიმატის ადაპტაციის, ბიომრავალფეროვნების და გარემოს დაცვითი მონაცემების მართვის პროექტებში. მე რამოდენიმე თემატურ ბლოკად დავყავით დღევანდელი ანგარიში. პირველი შეეხება ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და ემისიებს. ამ მიმართულებით სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში დაიწყო და მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება. კერძოდ დაიგმილია ჰაერის მონიტორინგის ქსელის განახლება ახალი სადგურების გამოყენების გზით, ეროვნული რეფერენტული ლაბორატორიის შექმნა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, როგორც ესე იგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მხრივ, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ღირებული აღვნიშნო, რომ გერმანული ინსტიტუტების მხარდაჭერით ჩატარდა ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების ინსტრუმენტების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე კვლევა. ამ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით მხარდაჭერილი იქნა ჰაერის ხარისხის 10 მონიტორინგის სადგურის მოწოდება და ინსტალაცია. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება რეფერენტული ლაბორატორიის მოწოდებაზე და საუკეთესო ხელმისაწვდომელი ტექნიკის BAT დანერგვის ხელშეწყობაზე. გამოყოფთი ერთ-ერთ აქტივობას, როგორც არის ჰაერის ხარისხის პორტალი და აპლიკაცია, ეს მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეგროვებული იქნას მონაცემები ჰაერის ხარისხის თაობაზე და მისი ანალიზის და თავმოყრის ერთიანი ანალიზის საფუძველზე გამოყენებული იქნას ეს ბაზა შემდგომი პროგნოზირებისათვის და საფრთხეების თავიდან აცილებისათვის. მომზადდა ონლაინ პორტალის ტექნიკური სპეციფიკაციების დოკუმენტის პროექტი, რომლის საფუძველზედაც შემდგომი შესწავლა იქნება განხორციელებული. გამოყოფთი ქუთაისის დაბალემისიანი განვითარების ურბანული დაგმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიდაც ქუთაისში შემუშავებულია ინტეგრირებული მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა, ასევე დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია. შემუშავდა ასევე მუხრანის, იგივე საღორის ტყის ეკოტურისტული განვითარების გეგმა და დანიშნულია პროექტის ფარგლებში ელექტროავტობუსის მარშრუტი ქუთაისსა და სათაბლიის მიმართულებით. რუსთავის აზოტის ბაზაზე ხორციელდება პროექტი აზოტმჟავის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის ფარგლებში. ამ პროექტის მიზანია საქართველოში აზოტმჟავის წარმოებელი საწარმოო აღიჭურვოს კლიმატის ცვლილებების გამოწვევი აზოტის ოქსიდის ემისიების შემცირების და შთანთქვის თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ პროექტის ფარგლებში რუსთავის აზოტმა შეეთანხმებია ემისიების დესტრუქციის ტექნოლოგიის მომწოდებელთან შესაბამისი აპარატურის მოწოდება, მიმდინარეობს სისტემის მონტაჟის პროცესი და წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. მეორე მიმართულება არის კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, საფრთხეების პროგნოზირება და მონიტორინგი. ამ მიმართულების მხრივ შეიქმნა კლიმატური საფრთხეების ერთიანი შეფასებისა და პროგნოზირების სისტემა, რომელიც მოიცავს 10 მდინარის აუზს და უკვე აწვდის ინფორმაციას მოქალაქეთა მრავალრიცხოვან ჯგუფს. განახლდა ჩამონადენის პროგნოზირების სისტემა, უზრუნველყოფილია სისტემის მომსახურების შენარჩუნება პროექტის დასრულების შემდეგაც, იმისთვის რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცოდნა და ტექნოლოგია გამოიყენოს პროექტის ფარგლებს მიღმაც. გამოყოფილ იქნა სერვერული ინფრასტრუქტურის ნაწილი იმისაც, რომ მონაცემთა ბაზების შეგროვება და ანალიტიკა არ იქნეს შეფერხებული. და ბოლოს შემუშავდა სარეკომენდაციო დოკუმენტი გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ალაზანი იორის აუზში ჩამონადენის პროგნოზის მონაცემების მიწოდების პროგნოზისთვის და ამ მონაცემების მისაწოდებლად ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის მეტეოროლოგიურ ქსელთან. ამ მემორანდუმის ფარგლებში და თანამშრომლობის შედეგად უკვე დამონტაჟებულია საქართველოს მასშტაბით 130 ჰიდრომეტეოროლოგიური და 13 აგრომეტეოროლოგიური სადგური. შექმნილია აეროლოგიური ზონდირების სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს ქალაქ ფოთში. აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმა ამოქმედებულია და ორ საპილოტო რეგიონის ფარგლებში, ეს არის კახეთი და შიდა ქართლი.
11 ადგილზე გათავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები. ასევე შექმნილია მრავლობითი საფრთხეების რუქები 11 მდინარის აუზისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ ალაზანი, ენგური, იორი, კინტრიში, ნატანები, სუფსა, ხობისწყალი, ხრამიქცია, ჭოროხი, აჭარისწყალი, მტკვარი და რიონი. მრავლობითი საფრთხის რუკების მართვის გეგმების საფუძველზე მომზადებულია 4 მდინარის აუზისთვის შესაბამისი მენეჯმენტის პროგრამა. ეს არის კინტრიში, ნატანები, სუფსა და ხობისწყალი. დანარჩენი 7 მდინარისთვის ანალოგიური მართვის გეგმები იქნება დასრულებული 25-26 წლის ფარგლებში. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 13 ლოკაციაზე, მათ შორის 12 ლოკაციაზე უკვე დასრულებულია. ხაზს გაუსვამ კიდევ ერთ პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაიწყო მუშაობა კლიმატის ცვლილებებისათვის ადაპტაციის 10 წლიან ხედვას და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 5 წლიან ეროვნულ გეგმაზე. ეს გეგმიური დოკუმენტები მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ თავი მოუყაროთ კომპლექსურად რამოდენიმე მიმართულებას, ეს არის სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირების მეთოდების, მრავალმხრივი საფრთხეების მოდელირების და ზეგავლენის პროგნოზირების გაუმჯობესებაზე დაყნობით საქართველოს თანამშრომლობს სლოვაკეთის პარტნიორობის ფარგლებში, სადაც ფოკუსი გაკეთებულია წყალდიდობების და მეწყების მიმართულებით. ავსტრიელ ექსპერტებთან ერთად დაწყებულია თანამშრომლობა ამინდის ზემოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის და მეწყისადმი მიდრეკილების ანალიზის ინსტრუმენტების დანერგვის მიმართულებით. ტყის ფონდის აღდგენის დაცვისა და განვითარების სფეროში. მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით გრძელდება საქმიანობა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ტყის მართვის გაუმჯობესების პარამეტრების მისაღწევად. შემუშავებულია სახელმძღვანელო მეტყევებისთვის სატყეო ოპერაციების ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით. მომზადდა ტყის სერტიფიცირების პროცესის შედარებითი ანალიზის ანგარიში პროექტის ფარგლებში სახელწოდებით ევროკავშირი გარემოსათვის. გამოყოფთი გურიაში, მცხეთა მთიანეთსა და კახეთში ტყის მდგრადი მართვის დანერგვას ენერგოეფექტური ალტერნატიული საწვავის გამოყენებით და ტყეზე ზეწოლის საგზნობი შემცირების პროგრამის ფარგლებში. ამ პროექტის ესე იგი ეგიდით სამი ახალი მწვანე მარშრუტი 64 კილომეტრის ესე იგი სიგრძით მოწყობილია. კომპანია აბაკოსთან დამუშავდა ტყის საგალობის და მოლო აღდგენის მოდულები. განმზადების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დეპარტამენტის 663 თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს 223 თანამშრომელი გადამზადდა ცოდნის მართვის პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 21 სასწავლო მოდული. ფუნქციონირებს 14 საქმიანი ეზო, სადაც დასაქმებულია 97 ადამიანი. დაცული ტერიტორიების სისტემის ხარდაჭერა. ამ სეგმენტში ჩვენ დაცული ტერიტორიების ქსელი მნიშვნელოვნად ძლიერდება, ხორციელდება ინფრასტრუქტურის აღდგენა, თანამშრომელთა წახალისება და მონიტორინგის სისტემის დანერგვა 10-ზე მეტ ეროვნულ პარკში. გამოყოფთი, რომ საგარანტო დაფინანსების და დონორთა მხარდაჭერის მეშვეობით უზრუნველყოფილია თანამშრომელთა დაფინანსება ძალიან ბევრ დაცულ ტერიტორიის ადმინისტრაციის ფარგლებში, ასევე ხარდაჭერილია ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების უზრუნველყოფა. მათ შორის არის ბაწარა-ბაბანეულის დაცული ტერიტორია, რაჭის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ყაზბეგის, კინტრიშის, ბორჯომხარაგაულის, ლაგოდეხის, მაჭახელის, შავხევსურეთის, მტირალას და კოლხეთის ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორია. ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიმართულებით. ამ მიმართულებით აღსანიშნავია პროექტი სახელწოდებით კახეთის სტეპები, სადაც კახეთის რეგიონში ველური ბუნების დერეფნების აღდგენა მოხდება და სტეპური ეკოსისტემის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. შემუშავებულია ტექნიკური დავალება ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისთვის, ასევე ჩატარდა სოციო-ეკონომიკური კვლევა, რომელიც აფასებს ადგილობრივი ფერმერების საჭიროებებს. დასრულდა
ტორულების და მინდვრის მწყერჩიტას მონიტორინგის მეორე ეტაპი, შეგროვდა მონაცემები გავრცელებისა და სიმჭიდროვის შესახებ. მიმდინარეობს ადრეული გაფრთხილების სისტემის საპილოტო დიზაინის შემუშავება, ასევე მიმდინარეობს ბექობის არწივის საკვები ბაზის კვლევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. BIP-ის დახმარებით ხორციელდება აჯამეთის აღკვეთილის მდგრადი განვითარების გეგმა ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ღონისძიებების გატარება ტყის გაშენებისა და სანერგე სისტემების აღდგენისათვის. ნარჩენების მართვის სფეროში გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა, მიმდინარეობს ახალი რეგიონალური პოლიგონებისა და გადამტვირთვავი სადგურების მშენებლობა. გამოყოფთი ქვემო ქართლის ახალ ნარჩენების მართვის ერთეულს, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება გახსნილი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის. ამ ახალი ნაგავსაყრელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთეულის გაშვების შედეგად რამოდენიმე ძველი ნაგავსაყრელი იქნება ეტაპობრივად დახურული. ანალოგიურად მზადდება პროექტი იმისაც, რომ მომდევნო წლისთვის დასავლეთ საქართველოში სამეგრელო ზემოსვანეთის ტერიტორიაზე იქნეს ესე იგი დასრულებული ახალი ნარჩენების მართვის სისტემა და გადამტვირთვავი სადგურები. აზიის განვითარების ბანკთან, ADB-სთან თანამშრომლობით მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საკანალიზაციო შლამის მართვის არსებული მდგომარეობის შეფასება და ქვეყნისთვის შესაფერისი მდგრადი ტექნოლოგიები და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება, მათ შორის ლამის უსაფრთხო მართვისა და ხელახალი გამოყენების პრაქტიკის დანერგვა. განხმარი სახელმძღვანელო და ტრენინგის პროგრამების მომზადება, საპილოტო პროგრამის დიზაინის შემუშავება, ლამის მართვისა და ხელახალი გამოყენების მიზნით. მდინარის აუზებისა და შავი ზღვის დაცვა. ამ ნაწილში მომზადდა მდინარის აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმები, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მონიტორინგის თანამედროვე სისტემები დანერგილია როგორც შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში, ისე შიდა წყლის აუზებში. შემუშავდა მდინარე ენგურისა და მდინარე რიონის სააუზე მართვის გეგმები. მიმდინარეობს მათი გადამუშავება სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. გაფორმდა ასევე ხელშეკრულება წყლის გაზომვებისათვის საჭირო გემით მომსახურების შესყიდვაზე. შესრულებული იქნა წყლის ზედაპირიდან ნარჩენებით შემგროვებული დრონი, ასევე სენსორებით აღჭურვილი საზღვაო დრონი, რომელიც შეძლებს წყლის ხარისხის მუდმივ კონტროლს. შავი ზღვის რეგიონში ასევე დაგეგმილია სტანდარტიზებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, რომელიც ჩაერთვება ერთიან რეგიონალურ პროექტში, სადაც მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და შავი ზღვის აუზის სხვა სახელმწიფოები. საერთაშორისო პარტნიორების ხარდაჭერით განხორციელებული ეს ინიციატივები მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, ჩვენი მიმართულებით, ესე იგი, განხორციელებულ პროექტებში და სამინისტრო სისტემაში შემოველი ორგანიზაციების ხარდაჭერაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თუ შეკითხვები იქნება, მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონ ზურაბ. კითხვები ხომ არ არის ბატონ ზურაბთან? ბატონ ზურაბ, მე მაქვს რამოდენიმე საკითხი, უფრო არა კითხვის ფორმით, უბრალოდ უფრო ზოგადი ხედვის თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ მე მინისტრანაც გვექნება სავარაუდოდ საუბარი. ძალიან ბევრი პროექტი იყო ყოველთვის ამ სამინისტროს ფარგლებში, დონორების მიერ დაფინანსებული და ახლაც საკმარისი რაოდენობით არის. უბრალოდ რაც ერთი საკითხი, რაც ყოველთვის მაკლდა, ასე ვთქვათ და ახლაც ვფიქრობ, რომ მეტ სისტემურ მიდგომას საჭიროებს არის, ასე ვთქვათ, ამ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების როგორც ერთმანეთთან ურთიერთმიმართება, ასევე ზოგადად სისტემურ მართვასთან მათი კავშირი. უფრო კონკრეტულად რო ვთქვა, რას გულისხმობ, იგივე მაგალითად ჰაერის ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ კეთდება,
ასე ვთქვათ, როგორც დონორების დაფინანსებით, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების კუთხით. უბრალოდ აი ამ გაკეთებულ, ასე ვთქვათ, სიკეთესა და კონტროლს შორის, ანუ ერთია რომ აღვრიცხოთ და გავარკვიოთ რა საიდან ბინძურდება, მოდით აი მარტო მტვრის დაბინძურებაზე რო ვისაუბროთ და სამრეწველო ემისიებზე რომ არაფერი არ ვთქვათ. ხოლო ერთია რომ მოკლედ დავაფიქსიროთ და მეორეა დინამიკაში რას ვაკეთებთ იმისთვის რომ კონტროლი გავამკაცროთ ან ფოკუსირებული კონტროლი გქონდეს რომ ასე ვთქვათ დინამიკაში შემცირდეს დაბინძურების წყაროები. იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით განსაკუთრებით კახეთზე მაქვს ხოლმე ყოველ წელს ასე ვთქვათ ისეთი მწვავე რეაქცია ეგრეთ წოდებული დრაბილკებს ვიტყვი ამ სიტყვას დრაბილკებიდან გამომავალი მტვერი როგორ აბინძურებს მიდამოებს და არ იკლებს და ღმერთმა არ მოგვაკლოს ასე ვთქვათ ამ საწარმოების მუშაობა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული პროექტების თამდევია ასე ვთქვათ მათი მუშაობა და მათი მუშაობა უნდა გაძლიერდეს პირიქით და მასშტაბი გაფართოვდეს, თუმცა ასე ვთქვათ მტვერი, რომელიც ვიზუალურად ძალიან მარტივად ჩანს ასეთი საწარმოებიდან ცოტა გულსატკენია. შესაბამისად, ამ ჰაერის სადგურების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებისა და სისტემატიზაციის პარალელურად მათ შორის პლატფორმის შექმნის თვალსაზრისით რამდენად ადეკვატურია ის რეაგირება, რაც ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს, რომელიც ფოკუსირებულია ჰაერის ხარისხის კონტროლის, ჰაერის ხარისხის დაბინძურების პრევენციისკენ. მე მგონი შინაარსი გასაგები იყო რაც თქვი. მეორე მაგალითი, მაგალითად ქიმიური ნივთიერებების შესახებ, ჩვენ წლებია მისაღები გვაქვს კანონი ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ. არაერთი პროექტი ხორციელდება უკვე მე-8 წელია, რომელმაც ამ საკითხს უნდა მიხედოს, ასე ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჯერჯერობით კანონ პროექტი არ არის მომზადებული, რაც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, გამოწვევებით სამსეა, თუმცა რაღაც წინ უნდა წავიწიოთ ამ კუთხით, იმიტომ რომ გადაცდა, ასე ვთქვათ, ყველა ვადებს. შემდგომ ნარჩენების მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი რამე კეთდება ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით და ეს ნამდვილად თვალსაცემია, როგორც ნაგავსაყრელების მოწყობის, დახურვის, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, ასევე ნაგვისურნების განთავსებისა და ასე ვთქვათ, ელემენტარული შეგროვებისა და განთავსების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მაინც ის საკანონმდებლო ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გვაქვს, რომელმაც მათ შორის ცირკულარულ ეკონომიკას რეალურად უნდა შეუწყოს ხელი და მწვანე ეკონომიკის განვითარება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია უნდა უზრუნველყოს. ამ კუთხით მიუხედავად ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტისა, მაინც არის განცდა, რომ სისტემატიზაცია აკლია ამ საკითხს და გარდა იმისა, რომ ჩვენ მთავრობის დადგენილებების მიღებაში გვაქვს დაგვიანება, მაინც ბევრი რამ არის კიდე გასაკეთებელი, რომ სისტემურად მიუდგეთ ამ საკითხს, რომ რეალური შედეგები ვიგრძნოთ. არა მხოლოდ კიდევ მეორე ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, არამედ თვითონ ნარჩენების წარმოქმნის და ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით შეფუთვის ნარჩენებს გულისხმობ, იმიტომ სხვანაირად ცირკულარული ეკონომიკა, ანუ არ იქნება რეალური, დაგვრჩება, ასე ვთქვათ, ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, ასე ვთქვათ, დეკლარაციულად, იგივე რომ მაგალითად მწვანე ნარჩენებსაც გულისხმობ, წიაღისეულის ნარჩენებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის კიდე ბევრი საკითხები, რომელსაც ჩვენ ახლა ვერ მიმოვიხილავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ საერთაშორისო პროექტებით, არამედ თვითონ სამინისტროს შიგნით მიმდინარე რეფორმებისა და მონდომების ფარგლებში რადიკალურად განსხვავებულად გვაქვს სიტუაცია, ასე ვთქვათ, გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ სისტემური მიდგომა მეტი გვჭირდება და რეალურად მოთხოვნა გაუმჯობესებისკენ უფრო მეტი და მეტი გაჩნდება, იმიტომ რომ როგორც ქართული ოცნების, ასევე ჩვენი მთავრობის და პარლამენტის და მათ შორის ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვა უნდა იქცეს ერთ-ერთ იმ საშუალებად, რომელიც ერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელშეუწყობს და მეორე ხელშეუწყობს მათ შორის ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ეს, ასე ვთქვათ, ზოგადი მოსაზრებაა, რომელსაც გიზიარებთ. შესაბამისად, ეს ის საკითხებია, რომელზეც შემდგომში გვექნება ჩვენ საშუალება, რომ ინდივიდუალურად ვისაუბროთ. ბატონ ლექსო, გთხოვთ. დიდი მადლობა.
მეც გამოვთქვა ჩემს მოსაზრებას ანგარიშთან დაკავშირებით დავეთანხმები ქალბატონ მაიას, რომ ნამდვილად ბევრი ღონისძიება განხორციელებული სამინისტროს მიერ, მაგალითად ხა აქცენტს გავაკეთებდი ჰაერის მართვის მიმართულებით. ქალბატონ მაიამ კი ახსნა კახეთი და ცოტა სამრეწველო ქალაქებს და ასე ვთქვათ ერთეულებს, სადაც ეს განთავსებულია იქ. ჩვენ ვიცით, რომ განთავსებულია როგორც მონიტორინგის სისტემები, ისე სადგური აპარატები და ხდება ამის მონიტორინგი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამინისტროს ნამდვილად კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და ნამდვილად გამოწვევად რჩება ჰაერის ემისიები, როგორც სამრეწველო კუთხით, სამრეწველო ერთეულებში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში და ჩვენ კომიტეტს ალბათ კიდევ უფრო მეტად დაგვჭირდება და თხოვნა მექნება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს ჩვენ გვაქვს ჰაერის მართვის გეგმა მაგალითად ქალაქ რუსთავის და ასევე სხვადასხვა ერთეულებში და უფრო მეტი საომავლოდ გთხოვთ სამინისტროს, რომ უფრო მეტი ახსნა დაგვჭირდება თუ რა გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით. ყველანაირი მონაცემები გროვდება, აპლიკაცია ძალიან კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებების გატარება, რა თქმა უნდა ბიზნესის, რა თქმა უნდა იმ ბალანსის სწორი დაჭერის, რაც ქვეყანას სჭირდება და არავის დაზიანების, მაგრამ ჰაერის მართვის გეგმა ვფიქრობ ის არის და ისეთი საკითხი არის, სადაც მთავრობა და პარლამენტი უნდა იყოს შეუვალი, რადგან ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს და ვფიქრობ, რომ ამ საკითხებს თხოვნა არის, რომ სამინისტროს კიდე მეტი ხედვები დაგვჭირდება საომავლოდ სამუშაო პროცესში. დიდი მადლობა და ერთ კითხვას დავამატე. ერთი კითხვა მექნება, თქვენ ახსენეთ ქვემო ქართლის რეგიონში ნაჩინების გადამამუშავებელი ცენტრის გაკეთებასთან დაკავშირებით და რომელ მუნიციპალიტეტებზე ვრცელდება, აღარ მახსოვს თუ შეიძლება რომ დავაზუსტოთ რა რეგიონში 7 მუნიციპალიტეტია და 7-ვეს ვერ მოიცავს და იქ რომელ მუნიციპალიტეტზე გავრცელდება ეს ცენტრი, რომელსაც მოიმსახურება უკაცრავ. მადლობა. მადლობთ შეკითხვებისთვის. ზურაბ შეკითხა ხომ არ არის კიდევ კითხვა რომ ბარემერთიანი. კარგით. გთხოვთ ბატონ ზურაბ. დიახ, ბოლო კითხვით დავიწყებ ეს ქვემო ქართლის რეგიონალური ესე იგი ნარჩენების მართვის ერთეული იქნება გაშვებული ის მოემსახურება რამოდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის მარნეულის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, მანისი და მისი ამოქმედების სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ეტაპობრივად დაიხურება რამოდენიმე ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც სადაც არც სეპარირებული ნარჩენების ესე გადამუშავება ხდებოდა და არც ერთ სტანდარტს ისინი არ პასუხობდნენ. ხას გაუსვამ, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ესე იგი ნაგავსაყრელები არის გზა იმისათვის, რომ საერთოდ საქართველოში ნაგავსაყრელების რაოდენობა შემცირდეს. თითქმის 1/10-თან უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა, ამავდროულად მათი ფუნქციონირება შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს იმას, რომ გარემო იყოს დაცული ჩამნარე წყლების მხრივ, ჰაერში გაფრქვევების მხრივ და გადამუშავების გარკვეული ციკლი უკვე აი ამ ერთეულის ფარგლებში ხორციელდებოდეს. ეს პროექტი ქნიანად უზრუნველყოფს არა მარტო მშენებლობას, არამედ აღჭურვას თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინვენტარით, ტექნიკით პერსონალის და პერსონალის გადამზადებას. ქალბატონ მაია, თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე რასაკურველი ეს საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია. სამინისტრო და მის სისტემაში შემოვალი სიპები, კომპანიები, საკვალოწყებო ორგანიზაციები გაერთიანებულია ერთიანი კოორდინაციის ფარგლებში, როგორც ბიუჯეტირება, ასევე სტრატეგიული გეგმების შედგენა, მონიტორინგი ხდება სისტემურად, კომპლექსურად. ის მიმართულები, რაც შედის სამინისტროს კომპეტენციის სფეროში, მათი თანხმედრა და მაქსიმალური ეფექტის მიღება, ესე იგი აღმოსავლური ხელისუფლების რეალიზაციის დროს არის უზრუნველყოფილი. რასაკურველია, ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ემისიების მართვა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ამ მხრივ პროგრამა, რომელიც ხორციელდება, გულისხმობს არა მარტო სადგურების გაწყობა საქართველოს მასშტაბით და არა მარტო ცხელკერებში, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაფარვას მუდმივი მონიტორინგის სისტემით. შემდგომ ეტაპებზე ამას დაემატება უკვე პროგრამული უზრუნველყოფა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ სადგურების მაქსიმალური პოტენციალი იქნეს ათვისებული და რეაგირება მოხდეს მყისიერად.
საქართველოს პარლამენტის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება კანონმდებლობის დახვეწა და შემდგომი განვითარება, სწორედ ამის მეშვეობით ჩვენ ვახერხებთ სალიცენზიო პირობების, სანებართვო პირობების გამკაცრებას, უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას, რაც შედეგობრივად გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ეფექტიანი მონიტორინგი განახორციელოს სახელმწიფო სააგენტოებმა. მათ შორის გარემოზე ზემოხილობის დეპარტამენტის მხრიდან დღესდღეობითაც ხდება ძალიან აქტიური რეაგირება კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევაზე. სამინისტრო ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფის შემდგომ გაძლიერებას, როგორც საშტატო უზრუნველყოფის, ასევე ტექნოლოგიებით აღჭურვის თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ უკვე მომდევნო წელს ეს გაუმჯობესებები დაეტყობა ჩვენი მუშაობის შედეგებსაც, ინდიკატორებსაც. გადამზადება და ტრენინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამშრომლები უნდა პასუხობდნენ გაზრდილ მოთხოვნებს მათი კომპეტენციის მიმართ და უფრო ეფექტურად უნდა შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება. რუსთავზე ცალკე აღნიშნავ, რომ გარდა იმისა, რაც ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს ექვემდებარება და ჩვენი სადგურების მეშვეობით ხორციელდება, თვითონ სამრეწველო ობიექტები 30-ზე მეტი ობიექტი უკვე ჩართულია თვით მონიტორინგის სისტემაში, მათ ნებაყოფლობით გაგვიზიარეს თავისი მონაცემები, ამ მონაცემების შეგროვება და მუდმივი ანალიტიკა მიმდინარეობს. გარდა ამისა, კონკრეტულ ჩივილებზე დაყრდნობით მყისიერად ხდება რეაგირება და ესე იგი პრობლემის კერის გამოვლენა, სადაც ბუნებრივია ეს შესაძლებელი არის. ნარჩენების მართვის კუთხით ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას რამოდენიმე ჭრილში, მათ შორის არის თვითონ ნარჩენების რაოდენობის შემცირება, სწორედ ახლა სამინისტროში მოსმენილი იქნა ანგარიშები შავი ზღვის აუზის და დასავლეთ საქართველოსში ძირითად მდინარეების რიონის და ენგურის დამბიძურების კუთხით და უზარმაზარი მოცულობებია პლასტიკის, რომელიც არის დაგროვებული ამ წყლის ზედაპირზე, რომელიც დიდი საფრთხის ქვეშ არის, რომ მოხვდება ზღვის აკვატორიაში. სწორედ ამიტომ და სხვა კვლევებზე დაყრდნობით აუცილებლად ხდება პლასტიკის უფრო მეტი რეგულირება, უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანა და ამ მხრივ გამოქვეყნებარე ნორმატიული აქტები მომზადებულია და ესე იგი რეფორმა წინ მიდის. სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებითაც არსებობს პროგრამა ამ კუთხით სპეციალური ნარჩენების შემგროვებელი სისტემის ასამოქმედებლად და პრაქტიკული ღონისძიებები იქნება ალბათ მხარდაჭერილი ბიუჯეტის მხრიდან. ძირითადად მე მგონი ეს საკითხები იყო, რასაც დაისვა კითხვები და შემდგომშიც ჩვენ ვზარდვართ ყოველთვის მჭიდროდ თვითანაშრომლობთ თქვენთან და ჩავყენოთ საქმის ყურში თუ რის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიები და ის კვლევები, რაც ტარდება სამინისტროს სისტემაში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა, ნამდვილად თანამედროვე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება და მათი პოტენციალის ათვისება ადამიანურ რესურსთან ერთად ნამდვილად საბოლოო ჯამში შედეგს მოგცემს. თავარია, რომ ასე ვთქვათ, სამინისტროს პრიორიტეტი სწორედ არის განსაზღვრული და ერთობლივ ძალისხმევით, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით პარლამენტი ყოველთვის მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას. კითხვები მეტი აღარ არის ბატონ ზურა, შეგიძლიათ დაბრძანდეთ და ძალიან დიდი მადლობა. ახლა გადავდივართ დღის წესრიგით განსაზღვრულ მესამე საკითხზე. ქალბატონ თამარს თხოვ, წარმოადგენს ქალბატონი თამარ ხახიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე პრეზენტაციას, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის ანგარიშს ეხება. დიდი მადლობა ქალბატონი თავმჯდომარე, მივესალმები კომიტეტის წევრებს, დამსწრე აუდიტორიას, ვეცდები ძალიან მოკლე წარმოგიდგინოთ სააგენტოს ძირითადი მიღწევები 2025 წლის განმავლობაში. მანამ სანამ მიმართულებებს ჩავშლით, სამ ძირითად მიმართულებაზე გავაკეთებთ აქცენტს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონსერვაციის ირგვლივ, შესაბამისად ამ კუთხით მნიშვნელოვან მიღწევას მივაღწიათ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, აქვე გამოყოფდით ეკოტურიზმის განვითარების კუთხით წელს უკვე 9 თვის მონაცემებით
დაახლოებით 1 მილიონ ვიზიტორს გადავაჭარბეთ და ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 9 თვის მონაცემებით საკუთარ შემოსავლებმა დაახლოებით 12 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის პერიოდთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ზრდაა და გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების ასპექტებზე. რაც შეეხება უშუალოდ დაცული ტერიტორიების საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებს, პირველ რიგში აღნიშნავდით, რომ დაცული ტერიტორიების ქსელი დღეს მდგომარეობით დაახლოებით 930,000 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის 13.3% წარმოადგენს. ამ კუთხით 2025 წელს განხორციელებული ქმედებების კუთხით გამოვყოფდით, რომ წელს მოხდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის გაფართოება დაახლოებით 2200 ჰექტრით, თუმცა დღეს მდგომარეობით მუშაობთ 6 რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის კუთხით, რაც მოგცემს საშუალებას დამატებით 220,000 ჰექტრით გავზარდოთ დაცული ტერიტორიები და ქვეყნის მასშტაბით 16.5%-ს მივახციოთ. მართვა და მმართველობის კუთხით გამოვყოფდით იმ ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსს, რის ფარგლებშიც ახდენს სააგენტო ოპერირებას, დღეს მდგომარეობით 800-მდე ადამიანია დასაქმებული სისტემაში, აქედან დაახლოებით 667 ტერიტორიულ ადმინისტრაციებში, საიდანაც 453 რეინჯერია. ფინანსური რესურსით ყოველწლიურად დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი, როგორც საკუთარი შემოსავლების კუთხით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვნად იზრდება და ასევე მნიშვნელოვანია წილი იმ დონორი ორგანიზაციების დაფინანსებისა, რომელიც ყოველწლიურად სააგენტოს ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას ემსახურება. სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით გამოვყოფდით, რომ 2025 წელს ის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები, რაც სააგენტოს გააჩნიეს, არის მენეჯმენტის გეგმა, წელს დამტკიცდა 3 მენეჯმენტის გეგმა, თუმცა მუშაობთ კიდევ 4 მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებაზე, რაც მომავალ წლის კალენდარით არის განსაზღვრული. ტყის ინვენტარიზაციის კუთხით წელს დამტკიცდა ასევე 2 ტყის მართვის გეგმა და შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 21,000 ჰექტარზე მოხდა ტყის ინვენტარიზაცია. ასევე მიმდინარეობს მუშაობა 3 დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება მათი დამტკიცებაც. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან 16 უკვე მენეჯმენტის გეგმით იმართება და წლის განმავლობაში მოგვეცემა საშუალება ასევე, რომ დანარჩენი მენეჯმენტის გეგმებიც შევიმუშაოთ. გამოვყოფდი რამოდენიმე კონსერვაციულ პროექტს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ვიმუშაოთ სახეობების აღდგენაზე, რა თქმა უნდა, ჯერნის რეინტროდუქციის პროექტი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და ასევე წარმატებული, რაც გვაძლევს საშუალებას დღეს ვთქვათ, რომ უკვე 500-მდე ინდივიდი არის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე და სამუხის ველზე, ასევე გამოვყოფდი იმერული მუხის აღდგენის პროექტს, რომელიც ბატონ ზურაბმაც აღნიშნა ბიპის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს აჯამეთის აღკვეთილში, ასევე ჭალის ტყეების აღდგენის პროექტი, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ დავაბრუნოთ ჭალის ტყეების ჰაბიტატები ჭაჭუნას აღკვეთილში, კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტი ალგეთის ეროვნულ პარკში, დღეს მდგომარეობით დაახლოებით 20-მდე ინდივიდია უკვე გაშვებული და მოგცემს საშუალებას, რომ მდგრადი პოპულაცია შევინარჩუნოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე. ასევე კონსერვაციული პროექტების თვალსაზრისით აღნიშნავთ სხვადასხვა ტყის მოვლა აღდგენის პროექტებს. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბორჯომხარაკაულის ეროვნული პარკის შემთხვევაში მოხდა გარკვეული ტერიტორიებისათვის სტატუსის ცვლილება, რამაც მოგვცა სანიტარული ჭრების განხორციელების შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია უშუალოდ ტერიტორიების აღდგენის თვალსაზრისით. ასევე გამოვყოფდით სხვადასხვა პოპულაციების აღდგენას, რაც ეხება კაკრობის რეინტროდუქციას, ასევე კალმახის პოპულაციის აღდგენასა და დათევზიანების აქტივობებს. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და დაცვის თვალსაზრისით ხელმძღვანელობ დაწლიანი მონიტორინგის გეგმით, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროში გაწერილი განრიგით მივყვეთ სხვადასხვა სახეობებზე დაკვირვების ინიციატივებს. ამ კუთხით შესაძლოა ითქვას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 40-მდე კვლევაა განხორციელებული სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, ძირითადად ვიყენებთ სხვადასხვა მოძრავ თუ უძრავ საშუალებებს მონიტორინგისათვის, რასთან დაკავშირებითაც ეს ჩვენი დღის წესრიგში დგას, რომ აღნიშნული ინვენტარი მუდმივად განახლდეს. ამ კუთხით გამოვყოფდით ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც წლის განმავლობაში დაინერგა და აქტიურად მუშაობთ აღნიშნული ტექნოლოგიების დახვეწის კუთხით. პირველ რიგში ხალხს გავუსვამდი ბორჯომხარაკაულში ტყის ხანძრების წინასწარი შეტყობინების სისტემის დანერგვაზე, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან დიდ რადიუსით სხვადასხვა 360 გრადუსიანი კამერების მეშვეობით აღმოვაჩინოთ წინასწარ ხანძრის კერები და შესაბამისი პრევენციის და შემდეგ უკვე პასუხის რეჟიმში მოვახდინოთ რეაგირება და ასევე გამოვყოთ სმარტ პატრულირების სისტემას, რომელიც უკვე 11 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში სრულად არის დანერგილი და გვაძლევს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის განხორციელებას.
განხორციელების საშუალებას. ტყის და საძოვრების მართვის ისევე როგორც მერქნული რესურსების სარგებლობის კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერქნით რესურსებზე წლიდან წლამდე მოთხოვნა იზრდება, რაც გაზიფიცირების პროცესთანაც არის დაკავშირებული და შესაბამისად მოთხოვნა დაცულ ტერიტორიებიდან მერქნული რესურსების სარგებლობაზე ყოველწლიურად მცირდება. დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 3000 კომლის უზრუნველყოფა ხდება წლის განმავლობაში და ბოლო 5 წლის ჯამში დაახლოებით 73000 მეტრი კუბის საშიში მერქანია გაცემული ადგილობრივ მოსახლეობაზე. გადავალ ეკოტურიზმის განვითარებაზე და იმ ინიციატივებზე, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების კუთხით ეწევა, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ ვიზიტორებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. წელს დაახლოებით, როგორც უკვე აღნიშნე, 1 მილიონი ვიზიტორს გადავაჭარბეთ და ვთვლით, რომ წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ უკვე კოვიდამდე პერიოდს, რაც 1.200.000 ვიზიტორს შეადგენდა. შესაბამისად, ასევე იზრდება ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლებიც, რაც ასევე როგორც აღნიშნე 12 მილიონს გადააჭარბა მიმდინარე წელს. ეკოტურიზმის განვითარების კუთხით ვზრუნავთ, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიებზე გვხვდება, იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში, მათ შორის პირველადი აქცენტი მთავრობის პრიორიტეტის შესაბამისად ხორციელდება ბილიკების ქსელის გამართულობაზე და ასევე იმ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რაც ვიზიტორთა კმაყოფილების დონის შესანარჩუნებლად არის საჭირო. ამ კუთხით დღეს მდგომარეობით ასევე მიმდინარეობს 4 ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და დამატებით მომავალ წლისთვის გათვალისწინებულია 9 ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მე სათითაოდ ცხადი არ ჩამოვთვლი იმ ინიციატივებს, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება დაცულ ტერიტორიებზე, უბრალოდ გამოვყოფდი რამოდენიმე მსხვილ პროექტს, როგორც არის თბილისის ეროვნულ პარკში საბადურის უბანზე განხორციელებული სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, ასევე ზედაზენის უბანზე ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე გამოვყოფდი ოკაცეს ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და ჯუთა როშკა ომელოს დამაკავშირებელ პროექტს, რომელიც არის სრულად უპრეცედენტო, აკავშირებს 3 დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან, ესეც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და დაახლოებით 27 მილიონის ფარგლებში მოხდება 200 კილომეტრის ბილიკის მშენებლობა, თანმდები 7 თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული კეთილმოწყობილი ალპური ქოხის ჩათვლით. ხაზს გაუსვავდი ასევე კერძო და საჯარო თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც წელს მოგვეცემა საშუალება, რომ გავხსნათ უკვე ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინტეგრირებულია ზიპლაინები, თოკების პარკი, კლდეზე საცოცი ვია ფერატა ბილიკები და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურა, რაც ვიზიტორთა კმაყოფილებისთვის არის საჭირო. ასევე ხაზს გაუსვავდი მიმდინარე პროექტს ოკაცის კანიონზე, ბეწვის ხიდის მშენებლობა, რომელიც დამატებით მიმზიდველობას შემატებს აღნიშნულ დაცულ ტერიტორიას. თანამშრომლობა დაცულ დონორ ორგანიზაციებთან ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დაცულ ტერიტორიების დონორი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში პორტფელი დაახლოებით 100 მილიონ ლარს აღემატება. ამ კუთხით გამოვყოფდი გერმანიის მთავრობის BMZ-ის და KfW-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ერთი პროექტი 45 მილიონ ლარიანია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ახლად დაარსებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, ასევე გამოვყოფდი კავკასიის ბუნების ფონდს, რომელიც 2008 წლიდან უწყვეტად უჭერს მხარს დაცული ტერიტორიების სისტემის გამართულ მუშაობასა და ფუნქციონირებას. აღინიშნა ასევე BIP, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია, როგორც საკონსერვაციო, ასევე შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით პროექტებში. მეორე მხრივ მუშაობთ ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით საერთაშორისო გამოფენებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. ამ კუთხით გამოვყოფდი წელს მიღებულ გამოფენებს, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა, ეს არის საუდის არაბეთი, ჰონკონგი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ასევე იაპონია და წელს კიდევ იგეგმება ყატარის გამოფენაში მონაწილეობა, იუნესკოს მსოფლიოს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ისევე როგორც სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობების მემორანდუმის გაფორმება, ეს დღის წესრიგში ცხადია, სააგენტო შემთხვევაშიც დგას. აღნიშნულ სლაიდზე არ გავჩერდები, თუმცა ხაზს გაუსვავ იმ ფაქტს, რომ დღეს მდგომარეობით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად აღიარებულია 4 დაცული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს რეპორტინგს იუნესკოს ბუნებრივი მართვის ცენტრთან.
აღნიშნავს პარალელურად, როდესაც ვეწევით დაცული ტერიტორიების გაფართოებას, ჩვენი პარტნიორი KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება და სხვადასხვა ეკო საგანმანათლებლო თუ ბიზნეს ინიციატივებში ჩართულობა. ამ კუთხით აღნიშნავდით, რომ დღეს მდგომარეობით გაცემულია დაახლოებით 300,000 ლარამდე გრანტი და პროექტის ფარგლებში გამოყოფილია ჯამში 6 მილიონი ლარი, რომელიც მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და გრანტების დაფინანსებას ისახავს მიზნად. ეკოსაგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ყოველწლიურად დაახლოებით 70,000-მდე ბავშვი იღებს აღნიშნულ ინიციატივებში მონაწილეობას. წელს დაახლოებით 4,000 ღონისძიება უკვე ჩატარებულია და აღნიშნული იმართება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მწვანე კალენდარის ფარგლებში, რაც ყოველწლიურად არის გაწერილი. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას და მარკეტინგს, ამ კუთხით გამოყოფდით სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებს, რომელიც დღეს როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე აქტუალურია და ყველაზე მეტად გამოყენებადია. ამ კუთხით პარკსჯი მობილური აპლიკაცია არის ერთ-ერთი პლატფორმა, ასევე National Parks-ის ვებგვერდი, სადაც ხდება ყველა მსგავსი ტიპის ინფორმაციის განთავსება. წელს დავიწყეთ ასევე ჩვენ WeChat-ის აკაუნტის მართვა, რომელიც არის ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური პლატფორმა და მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ასევე წელს განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში შეიძლება ითქვას, რომ 50-მდე ღონისძიება განხორციელდა და მათ შორის გამოყოფდი ასევე Explore Georgia When Nature Speaks to the Soul არაბეთის ქვეყნებში განხორციელებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც უპრეცედენტოდ მაღალი გამოხმაურება იყო კონკრეტულად გალფის ქვეყნების მომხმარებლებისაგან. ასევე წელს გამოყოფდით ერთგვარი ეროვნული პარკების სახასიათო კვირის მალის შექმნის ინიციატივას, რომელიც გახდება ერთგვარი სიმბოლო დაცული ტერიტორიებისათვის და ეროვნული პარკებისთვის და მომავალი წლიდან უკვე აქტიურად გამოვიყენებთ სოციალურ კამპანიებში. წელს დაინერგება ასევე ვირტუალური რეალობის ინიციატივები და ხორციელდება 360 გრადუსიანი ვიდეო რგოლების გადაღება, რაც სხვადასხვა ტერიტორიულ ადმინისტრაციებში მოგცემს საშუალებას, რომ ვირტუალური რეალობის სათვალების მეშვეობით ვიმოგზაუროთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე. განხორციელებულია დანერგილია ონლაინ გადახდების სისტემა, რის გაფართოებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება და სხვა სერვისებიც დაემატება უკვე ონლაინ e-commerce-ის შეძენის შესაძლებლობებით. მოკლედ ვიტყვი ასევე იმ დაგეგმილი ინიციატივებზე, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი და უახლოეს პერიოდში და მომავალ წელს იქნება უკვე იმპლემენტაციაში. ამ კუთხით გამოყოფდი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, რაზეც ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ და შეიძლება ითქვას, რომ 6 რეგიონში მოხდება დაცული ტერიტორიების დაარსება, როგორც თქვენთვის ცნობილია, რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება მათ შორის ერთ-ერთია, ასევე გურიის ეროვნული პარკის გაფართოებაზე ვმუშაობთ, დაარსდება სვანეთის დაცული ტერიტორიები, სამეგრელოს დაცული ტერიტორიები და მუშაობა მიმდინარეობს ასევე ცივგომბორის დაცული ტერიტორიების დაარსებაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში გათვალისწინებულია დაახლოებით 220,000 ჰექტრით დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება. დაახლოებით ვიზუალურად ასე გამოიყურება რუკაზე, მწვანე არის უკვე არსებული დაცული ტერიტორიები და წითელი ეს არის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები. სტრატეგიული დოკუმენტაციის კუთხით, როგორც უკვე აღვნიშნე, მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია მთელი რიგი მენეჯმენტის გეგმების დამტკიცება და ასევე სადემარკაციო საქმიანობები 4 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მოგცემს საზღვრების ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას მოსახლეობის ჩართულობით. აუცილებლად უნდა გამოვყოთ რეინჯერთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით ის ინიციატივები, რომლის განხორციელებაზეც და გაუმჯობესებაზეც ვმუშაობთ. პირველ რიგში ეს არის რეინჯერთა ხელფასების ზრდის ინიციატივა დაახლოებით 40%-ით მომავალი წლიდან, ასევე მათი საბაზისო აღჭურვილობის განახლება, რაც ფაქტიურად სრულად მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტის ფარგლებში. მუშაობთ ასევე ინტეგრირებულ და ასე ვთქვათ ცირკულარულ მიდგომაზე იმისათვის, რათა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის ყველა კომპონენტი იყოს ეფექტურად მართული. ამ კუთხით მოხდება როგორც დრონებით პატრულირების სისტემის დანერგვა და აღნიშნულისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 30 დრონის შესყიდვა, ასევე გათვალისწინებულია ქსელის სრულად დაფარვა 500 ფოტოხაფანგით. Smart სისტემის დანერგვა მოხდება 25-ვე ადმინისტრაციაში, რაც მოგცემს საშუალებას, რომ სრულად გავაკონტროლოთ როგორც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგით, ასევე პატრულირების ნაწილში და ასევე რეინჯერები სრულად აღიჭურვებიან რაციით, რაც მათი კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მუშაობთ ასევე შესვლის გადასახადის დანერგვაზე ცალკეულ ეროვნულ პარკებზე. ამისათვის ვახდენთ ბენჩმარკინგს სხვადასხვა საერთაშორისო პარკებიდან, მათ შორის როგორც ამერიკის, ასევე ევროპის ეროვნული პარკების მაგალითზე. მუშაობთ ასევე სატარიფო პოლიტიკის დახვეწაზე, სერვისების კუთხით, ონლაინ ელექტრო e-commerce შესაძლებლობების გაჩენაზე და ასევე სუვენირების მაღაზიების კონცეფციების განვითარებაზე ვიზიტორთა ცენტრებში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა 9 ვიზიტორთა ცენტრის აშენებაზე, კონკრეტულად გურიის, ბაწარა-ბაბანეულის, ერუჩეთის, ასევე რაჭის, კვერეთის, ტანას აღკვეთილის შემთხვევაში დაგეგმილია ასევე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და მოდერნიზება, როგორც სათაფლიის, ასევე მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრების. საერთაშორისო ინიციატივების კუთხით გამოვყოფდი ახალ ინიციატივებს, რომელსაც მომავალ წლიდან ჩაეყრება საფუძვალი. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც BSP-ის პროექტის, ანუ Flexi Basin-ის ფარგლებში ხორციელდება და მომავალ წელს გვექნება 2 საგრანტო ინიციატივა, საიდანაც ევროკავშირის დაფინანსება დაახლოებით ჯამში 450,000 ევროს შეადგენს, მათ შორის BIP-ის დაფინანსებით და Soccer Mainstream-ის დაფინანსებით ველოდებით ახალი საგრანტო ინიციატივების დაწყებას. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის კუთხით სამიზნე ბაზრებზე კვლავ მოხდება სააგენტოს პოზიციონირება და ეკოტურისტული სერვისების წარდგენა, პოპულარიზაცია და ასევე მუშაობთ ლაგოდეხის გაწევრიანებაზე, როგორც European Diplomas სერტიფიკატის მინიჭების კუთხით, ასევე IUCN-ის Green List-ში მწვანე ნუსხაში გაწევრიანების კუთხით. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძირითადი ბოლო წლების მნიშვნელოვანი მიღწევების კუთხით აუცილებლად გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ სისტემა იმის მასშტაბით, როგორც მართვა, ასევე მასზე ოპერირება მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და ასევე გაიზარდა მნიშვნელოვნად დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთ ვმართოთ ის ეკოსისტემური სერვისები, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს, ამავდროულად უკეთესად მოხდეს იმ ბიომრავალფეროვნების დაცვა და მონიტორინგი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, თუმცა რა თქმა უნდა, დღეის მდგომარეობით კვლავ გავართ გარკვეული გამოწვევების წინაშე, რომლის გადაჭრაზეც სააგენტო სამინისტროსა და მთავრობის ჩართულობით ძალიან აქტიურად მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა, შეცადეთ ძალიან მოკლედ წარმომედგინა ანგარიში, თუ რაიმე კითხვებია, რა თქმა უნდა, ცხადია. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და ანგარიში და რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა, რომ გარდა იმ მსხვილი პროექტებისა, რა დაგეგმილი გაქვთ რეინჯერების ანაზღაურება იზრდება, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. კითხვები ხომ არა გვაქვს? გთხოვთ, ბატონო მოდო. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის, განხორციელებული პროექტებისთვის. ჩემი კითხვა ეხება ჭალის ტყეების აღდგენის პროექტს. თუ ავპირებთ შიდა ქართლის ტერიტორიაზე ამ პროექტის განხორციელებას და თუ არა კონკრეტულად კასპიის და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მტკვრის ჭალის ტყეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი ეკოსისტემისთვისაც და ასევე ქალაქის მოსახლეობისთვის მიმზიდველი გახდება. ეკოსისტემის დასაცავად და ქალაქის მოსახლეობისთვისაც ძალიან მიმზიდველი იქნება ჩემი აზრით. კიდე ხომ არ არის კითხვები? ძალიან დიდი მადლობა. უშუალოდ ჭალის ტყეების აღდგენის პროექტი უკვე წლებია ხორციელდება ჭაჭუნას აღკვეთილის დაცულ ტერიტორიებზე, საბუკოს ფინანსური მხარდაჭერით. როგორც მოგეხსენებათ, ტანას დაცული ტერიტორიები აღკვეთილი, ისე როგორც დაცული ლანდშაფტი, ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიებია, შესაბამისად მიმდინარე ეტაპზე ხდება მართვის გეგმის შემუშავება, ასევე იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომელიც მოგცემს საშუალებას უკვე გამოვავლინოთ უახლოესი და უპირველესი საჭიროებები აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე ჩართულობის კუთხით, მათ შორის როგორც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით, ასევე შემდეგ უკვე დაიგეგმება ამასთან დაკავშირებული აღდგენითი პროექტები. შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე ეტაპზე ვიმუშავებთ მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაზე, სადაც იდენტიფიცირებული იქნება აღნიშნული საჭიროებები და შემდეგ უკვე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით გაიწერება ის გეგმა, რაც მოემსახურება აღდგენითი ინიციატივების განხორციელებას. დღეს მდგომარეობით აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე ასევე ჩეხეთის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს, შესაბამისად, მათი ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ ამ პროექტის განხორციელების ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა. კითხვები თუ არ არის, მე მაქვს ორი საკითხი, რეალურად კითხვა არ არის, უბრალოდ სამსჯელო თემა არის. პირველი ბატონ თომა აქ იმყოფება და მანიცის დანარჩენი კოლეგები, ასე ვთქვათ, უფრო გვიან პერიოდში შემოუერთდნენ ჩვენ გუნდს. დაცული ტერიტორიების მხრივ, ისევე როგორც სხვა ტერიტორიებზე, ფიტოსანიტართან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ხშირად პრობლემები.
ჩვენ გაზაფხულზე გვქონდა ესეთი შემთხვევა და ასე ვთქვათ, კომიტეტმა მაშინ რაღაც პირობადებული თანხმობა გასცა პროექტზე, რომლის ფარგლებში დაცულ ტერიტორიას კატეგორია შეეცვალა იმისთვის, რომ იქ ფიტოსანიტარული ღონისძიებები განხორციელებულიყო. ბატონ ბესოც-აქარი და მას მინდა პირადად ვთხოვო, ანუ არის საშუალებები ბატონ თომაც-აქარი და ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზე, რომლის ფარგლებში ფიტოსანიტარული ღონისძიებები იქ სადაც გადაუდებელი სამუშაოები ჩასტარებელი, ჩვენ ჯობია საწყის ეტაპზე განვახორციელოთ დაცულ ტერიტორიაზე, რაც არ უნდა ძახკვეთილი იყოს და ყველაზე მკაცრი ტერიტორია იყოს დაცული ტერიტორიების კატეგორიების ფარგლებში, ვიდრე რაღაც კატეგორიების ცვლილებები და მანიპულაციები, ანუ სამართალი მოვატყუეთ რეალურად, მეტი არაფერი არ გავაკეთეთ. მაშინ როდესაც ადრე შეგვეძლო ამ ყველაფრის სხვა ფორმატში განხორციელება. აი ძალიან მინდა გთხოვოთ და ფიტოსანიტართან დაკავშირებით კომიტეტი კიდევ უფრო გააქტიურდება. წინამორბედის პარლამენტშიც გქონდა ჩვენ ამ თემზე საუბარი, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევაში მძიმე სავალო შემთხვევები დაგვიდგა დაცულ ტერიტორიებზე, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე არ ჩავერიეთ და არ განვახორციელებთ გარკვეული ღონისძიებები. ასე რომ ამ კუთხით მინდა პირადად გთხოვოთ ბატონ ზურაბ-აქარი, რომ მომდევნო პერიოდში შევიკრიბოთ და უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე ფიტოსანიტართან დაკავშირებით საკითხები გადავწყვიტოთ, ისევე როგორც დაცული ტერიტორიების გაფართოვების თვალსაზრისით, მინდა გთხოვოთ ძალიან ბევრი დაცული ტერიტორიის შექმნა არის დაგეგმილი, მინდა გთხოვოთ, რომ სადემარკაციო სამუშაოების ჩატარებამდე მაქსიმალურად ამოვრიცხოთ ესეთი ტერიტორიები, კუნძულებიც რო დავტოვოთ, ჯობია დავტოვოთ კუნძულები და ამოვრიცხოთ დაცული ტერიტორიები, ვიდრე შემდგომ კანონმდებლობის ენაზე მოგვიწიოს რაღაცების ჩაწერა იქ, რომ დაცულ ტერიტორიებში ისეთ რაღაცები დაუშვათ, რაც არ არის დაშვებული და არ ყოფილა არასდროს დაშვებული დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის ზოგადი ორი თხოვნა, ქალბატონი თამარიც-აქარი და დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში გთხოვთ, რომ მობრძანდეთ ამ თემებზე უშუალოდ კონკრეტულად სასაუბროთ. უღრმესი მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ასევე კომიტეტის წევრებს დავსწრე სტუმრებს, ჩვენ სტუდენტებიც გვესწრებიან, როგორც სტაჟიორები. ასევე სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები, მინდა მადლობა გითხრათ. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა.